ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით ყველას და გთავაზობთ დღის განმავლობაში მომხდარ მსოფლიო შოუ ბიზნესის ამბებს. ჯერ როგორც ყოველთვის ქართული სიახლეებით დავიწყოთ, შემდეგ კი უცხოეთის ამბებიც გავიგოთ. კინოსახლში ახალგაზრდა რეჟისორის სალომე მთიბელაშვილის ფილმის პრემიერა შედგა. ეს არის მილორად პავიჩის მოთხრობის მიხედვით გადაღებული ფილმის საწერი მოწყობილობების ზარდახშა. შემოჩულა რომ ამით მასთან ჩიტები ვიფრინავენ. ზარდახშაში ფული გადამიხადა. მე რატომ არ თავისთვის არ უნდა მხოლოდ შემთთვის გადმოგვიცა. მილორად პავიჩის სტილისტიკა, თვითონ ნაწარმოების სტილისტიკას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა ფილმზე, იმიტომ რომ ეს ძალიან რაღაც სხვა ხედვის და რაღაც განსაკუთრებული ხედვის და სხვა ფორმების მწერალია. ფილმი ძირითადად შეეხებოდა ადამიანის სულიერ მდგომარეობას. ადამიანი როცა ეძებს თავის ადგილს ამ სამყაროში, მაგრამ სამწუხაროდ ხანდახან ისე მთავრდება ხოლმე და მე მგონი ძირითადად ისე რომ თავის ადგილს ვერ პოულობს ამ სამყაროში. უკვე 3 დღეა. ეს არის სალომეს სადიპლომო ნამუშევარი და მისი გადაღებები გასულ წელს დაიწყო. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს თავად სალომეც ასრულებს. ესე იმიტომ გადავწყვიტე, რომ უბრალოდ რამოდენიმე იყვნენ, ავარჩიე მსახიობები, რაღაც შესარჩევების იყო, მაგრამ ვერ მომცეს ის, რაც მე მინდოდა. ამიტომ გადავწყვიტე მე მეთამაშე, მაგრამ გადამღები ჯგუფი იყო, იმდენად ძლიერი, თვითონ მხატვარი, ოპერატორი, იმდენად ძლიერები იყვნენ და კარგი გადამღები ჯგუფი იყო, რომ აი ეს პრინციპში არც მიგრძვდია, რომ მე კამერის წინ ვიდექი. ყველა ერთად მუშაობდით, მხატვარი, ოპერატორი და რეჟისორი. ეს უცნაურობა ცხოვრებისეული, აი დინება, ცხოვრების დინება, რომელიც ესეთი უცნაურია, სხვადასხვა დროშია, დაკარგულია, ხელახლა მონახულია და ასე შემდეგ, არა, ეს სირთულე, რასაც ახალგაზრდები ძალიან ზუსტად გრძნობენ, ეს ყველაფერი ფილმში იგრძნობა. ეს რეალობა უფრო რეალურია, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, თუ ის რეალობა, რომელსაც გისმის აი ამ ფილმით ჩვენ მეზიარები. ამიტომ, როდესაც ასეთ რაღაცას კიდევს ადამიანი ხელს, ის ადამიანი უკეთილშობილესი ადამიანი. იქ ტყუილი შეუძლებელია. აი ამ სამყაროში ტყუილი შეუძლებელია. აქედან მივდივარ, წამოხვალ? ბავშვი გამიკეთა და ეხლა მეკითხება წამოვა თუ არა. იმიტომაც გეკითხები. არ წამოვა. უპირველეს ყოვლისა უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ყველა ტელევიზიას, გაზეთს, აი თანადგომისთვის, რომელიც გამოუჩინეთ და აღმოუჩინეთ ჩვენს აქციას. 18 მარტს აჭარა მიუზიკ-ჰოლში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი სახელწოდებით მუსიკოსები მუსიკოსებისათვის და მასში 17-მდე მომღერალი მიიღებს მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით აჭარა მიუზიკ-ჰოლში ჯერ პრეს-კონფერენცია გაიმართა, ხოლო შემდეგ ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ რეპეტიციასაც დასწრებოდნენ. საქველმოქმედო კონცერტი, რომელსაც ორგანიზება მომღერალმა ირმა სოხაძემ გაუკეთა, დაეხმარება ცნობილ მუსიკოს ბატონ ჭაბუკა ამირანაშვილს, რომელსაც ესაჭიროება რთული საოპერაციო ჩარევა. მომღერალთა დიდი ნაწილი უსიტყვოდ დათანხმდა კონცერტში მონაწილეობას და მსურველთა რაოდენობა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მონაწილეთა. მოხდა ისე, რომ ჩვენს უახლოეს ადამიანს, კოლეგას, მეგობარს ჭაბუკა ამირანაშვილს დასჭირდა სასწრაფო ოპერაცია და როგვეგონა რომ არ არის პრობლემა, აღმოჩნდა რომ აი თანხის მოძიება საკმაოდ რთულია, რომელიც მას ესაჭიროება. და უცებ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ სხვააფერი არ ვიცით სიმღერა და თანადგომა. ძალიან გამიხარდა, რომ ესეთი რაღაც გადაწყვიტა ირმამ და უცბად მაგაში ეწვის არ მეპარებოდა, რომ ყველა შემოეხმიანებოდა, ყველა დაუდგებოდა მხარში. მე ძალიან მიხარია და გამიხარდება თუ რაღაცა ჩემს პატარა წვილს შევიტან იმაში, რომ ჭაბუკას დავეხმარო და მერთმა ქნას რომ ყველაფერი კარგად იყოს, რომ მის ჯანმრთელობა საფრთხე აღარ დაემხოს.
ჭაბუკა ამირანაშვილს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან პატარაობიდან ვიცნობ და ძალიან ბევრი დახმარება მახსოვს მისგან და ეს კონკრეტულად ამ შემთხვევაში ღმერთმა გვაშოროს, რომ ჯანმრთელობის პრობლემების დაცვა და დახმარება დაგვჭირდეს. მე ვთვლი, რომ საერთოდ მუსიკოსები, განსაკუთრებით ისეთი ფასეული მუსიკოსები, როგორც ბატონი ჭაბუკა ამირანაშვილია, ყოველთვის ერთმანეთს გვერდში უნდა ამოუდგეთ და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ რაღაცი დახმარება შემიძლია. თექვსმეტ მარტს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თიკა ჯამბურიას პირველი სოლო კონცერტი გაიმართა. ის რომ 13 წლის ასაკში საკმაოდ დიდი აუდიტორიის წინაშე ორკესტრის თანხლებით სოლო კონცერტს მართავს ახალგაზრდა მომღერალი, უკვე წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა თიკამ იმაზე მეტი აღიარება მოიპოვა, ვიდრე მოელოდა. მიუხედავად იმისა, რომ თიკას არაერთ ფესტივალში თუ კონკურსში მიუღია მონაწილეობა, როგორც ჩვენთან, ასევე უცხოეთში და ის თითქმის ყოველთვის იმსახურებდა მთავარ პრიზებს და მისთვის გამარჯვება უცხო არ არის, ეს დღე თიკას შემოქმედებით ცხოვრებაში ალბათ განსაკუთრებულად დაამახსოვრდება. თიკა ასაკით ცოტა პატარა არის ესეთი გრანდიოზული კონცერტისთვის, მაგრამ ეს იმას არ განაპირობებს, რომ ეს შეიძლება რომ არ შედგეს საერთოდ. ანუ მზად არის ამისთვის, მონაცემი თიკასი და ფენომენი ამისთვის მზად არის და ჩვენი გადაწყვეტილებაც და ის ნაბიჯი, რომ ჩვენ თიკას ამას ვაკეთებინებთ, აი ამან განაპირობა ეს ყველაფერი. თიკამ განაპირობა ეს ყველაფერი, ჩვენ გადავწყვეტეთ თიკას სოლო კონცერტი. ამ პროექტის დედა აზრი არის ის, რომ აი ზუსტად 13 წლის ბავშვს როგორ შეუძლია ცოცხალ ორკესტრთან იმღეროს 17 სიმღერა. მე ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ ჩვენ ამდენს ვლაპარაკობთ აი ცოცხალის შესრულება და კი აქ ძალიან ბევრი კონცერტი ჩატარდა ცოცხალის შესრულებით, მაგრამ ბავშვმა აი თიკას უყურებდი დღეს რეპეტიციაზე, მე გავგიჟდი იქიდან გამომდინარე, რომ აი უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალია, ისე უდგება აი ამ საქმეს. კი, ნერვიულობ უკვე რაღაც ყველა ჟურნალისტები და რაღაცები რომ მოვიდნენ, ნერვიულობ, მაგრამ გამევლეს ეს ნერვიულობა რა თქმა უნდა და ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩემი ესეთი პირველი დიდი ნაბიჯია და ძალიან ნერვიულობ. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურებისთვის და მე მინდა რომ კიდევ ერთხელ აპლოდისმენტები თიკას მიულოცოთ ეს დიდი გამარჯვება. და მე ნამდვილად ეხლა მინდა სცენაზე ვთხოვ ორ პიროვნებას, მის პროდიუსერ ქალბატონ ნატო დუმბაძეს და მის მასწავლებელს რუსუდან ბახტაძეს, რომ თიკა 6 წლიდან გაზარდა. ძალიან დიდი მადლობა. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.